ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც დაბრუნდა რამდენიმე საათის წინ კიევიდან, იქნება ჩვენი სტუმარი და მასთან ვისაუბრებთ მთავარ კითხვებზე, უნდა გაგცეთ პასუხი ბატონიკა, რომელსაც ელოდება ყველა. თქვენი ამომრჩეველი, თქვენი მხარდამჭერები, ოპოზიციის ამომრჩევლები და ამ გადაწყვეტილებაზე იცით, რომ დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორ გაგრძელდება ქვეყანაში. ვინაიდან მახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით კიევიდან და აქაც განხილვის მთავარი თემა იყო თქვენი კიევში ვიზიტი, მოდით სწორედ ამ თემით დავიწყოთ. რა ხდებოდა კიევში, რატომ ჩახვედით, რაზე ისაუბრეთ და რაზე მოილაპარაკეთ? მოგესალმებით თამა, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. მე მხოლოდ ბოლო 10 წუთის განმავლობაში დაახლოებით არც კი მქონდა შესაძლებლობა მე მომესმინა კოლეგებისთვის, არ ვიცი რასთან დაკავშირებით საუბრობდნენ კოლეგები, ანუ ჩემი კიევში ვიზიტთან მიმართებაში რა ითქვა, მაგრამ გეტყვით. ცვლილებებთან დაკავშირებით ბატონიკა. დიახ. მე დიახ, ჩემ ვიზიტს რაც შეეხება, ეხლა იცით რომ სულ რაღაც 12 დღეა, რაც მომეცა შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყავი პოლიტიკურ პროცესებში და პირველივე შესაძლებლობისთანავე რა თქმა უნდა მქონდა სურვილი რომ შეხვედრილიყავი მიხეილ სააკაშვილის, ვინაიდან ეხლა მე გამოსვლისთანავე ვთქვი რომ დაჭირდება გარკვეული დრო პარტია ნაციონალურ მოძრაობას, ზალა ერთობაშია ნაციონალურ მოძრაობა ბლოკს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მას შემდეგაც პოზიციები შეჯერდება და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე მეგობრებთან ერთად, რომ ამ გზას დავადექით, იმიტომ რომ არაბუნებრივი იქნებოდა თუ რა ციხიდან გამოსვლისთანავე 2 დღეში გავაკეთებდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას. ხო, ეხლა ვართ დიდი, ძალიან დიდი პოლიტიკური ორგანიზაცია, პლუს ამას ებატება ბლოკში შემავალი პარტიები და სხვადასხვა ჯგუფებთან მიმდინარეობს ჩემი მხრიდან საუბარი, ასთან გაცვლა, გამოცვლა და ასე ხდება პოზიციების შეჯერება და მინდა რომ მაქსიმალურად ყველა აქტიურ პარტიის, ასე თქვა, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, პარტიის ლიდერებს, სახეს, პოლიტიკურ წევრებს ვესაუბრო და ვისაუბროთ. ეხლა რა თქმა უნდა ამ ფონზე განსაკუთრებით როცა 2 წელიწად ნახევარია არ ყავდა მე ნანახი და მიხეილ სააკაშვილი, არ მქონია პრაქტიკულად შესაძლებლობა მასთან საუბრისა. ხო, ეხლა ეს ადამიანი ვერ ჩამოდის, მე ვერ გავდივდი ქვეყნიდან და ვთვლი რომ მნიშვნელოვანი პროცესია ეს. რატო გეტყვით ეხლა გულახდილად? ეხლა ის რომ მე საუბრობ, ახლაც ვისაუბრებ და მომავალს რომ ჯერა ძალთა გაერთიანების ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე, ამის გარეშე შანსი, მოდით ვთქვათ, მცირდება წარმატების მიღწევისა კასმომდგარ არჩევნებზე, რა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამარჯვებით დაგვირგვინდეს, ხო? ეხლა პირველ რიგში უნდა იყოს ერთობა ნაციონალურ მოძრაობაში. პირველ რიგში უნდა იყოს აბსოლუტური ურთიერთგაგება მიხეილ სააკაშვილსა და ჩემს შორის. უნდა იყოს სტრატეგიაზე საუბარი ისე რომ არ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა შემდეგ გაუგებრობები და პლუს ვითვალისწინებდი ასევე გულწრფელად გეტყვით იმ მოცემულობას, როდესაც ეხლა ადამიანებს არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ხედავ რომ უამრავი შიდა გარე არ ვიცი მტერენ ურბილად რო თქვა არაკეთის სურველი დაინტერესებულია იმით რომ ორ ადამიანის შორის არ იყოს ჰარმონიული ურთიერთობა ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხო? რა შედეგზეც უნდა გავიდეთ, ხო? და უამრავი ხაფანგია დაგებული, ამ ყველაფერსაც ემსახურებოდა. ამიტომ ფიქრობ, მაგრამ გასაკვირი არაფერი არ არის და მიხარია რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში ვფიქრობ რომ არის ურთიერთგაგება. თავდამოყრის გარეშე ვიტყვი რომ კი ბატონო. არა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა არ შეიძლება და ვინმეს თუ უყვის რომ ეხლა მე ვარ პარტიაში, ეხლა მართლაც პირველად უპრეცედენტო ფორმატში არჩეული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, სადაც 34,000-მა ამორჩეულმა მხარდაჭერმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული ფორმალურად
სხვადასხვა მართველი გოლის ფარგლებში, მაგრამ ჩართულობა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ამორჩევლის ჩვენი გუნდის ამ პროცესში და ჩემთვის საინტერესოა კი ბატონო, ზუსტად ამ გადაწყვეტილებაზე მინდა რომ გკითხოთ ბატონიკა ის რასაც ყველა ელოდება. დიახ, ბატონიკა, სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ. მე შესავალშიც ვახსენე, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი და ის პოლიტიკური ლიდერი, ვინც შეძლო და ბიძინა ივანიშვილს ერთი ბრძოლა ნამდვილად მოუგო, ნერვების ომიც, ღირსების ომიც და მორალური უპირატესობის ომიც, მაგრამ მთავარი ბრძოლა არის წინ, რომელზეც თქვენ ახლა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საით წავა მთავარი ოპოზიციური პარტია. შევა პარლამენტში თუ არ შევა, ეს არის განხილვის მთავარი თემა, ბოლო, რა ვიცი, ალბათ 2 კვირა, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიამ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის პარტიაში განსხვავებული პოზიციები და მე ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგია, როდესაც ამ თავის განსხვავებულ პოზიციებს პარტიის წარმომადგენლები ხმამაღლა აფიქსირებენ, თუმცა ხომ არ მოვიდა დრო, რომ ღიად და პირდაპირ თქვათ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. მე არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ვrčება საბეჭდილება, რომ თქვენ ხართ პარლამენტში შესვლის მომხრე. დიახ, არათუ მთავარი ბრძოლაა, წინ უმთავრესი ბრძოლა არის. წინ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მთავარ და უმთავრეს ბრძოლაში მთელი ოპოზიცია ძალთა გაერთიანებით და მაღალი ხარისხის კოორდინაციით შევიდეთ. თუ საუბრობთ ჩვენ გამარჯვებაზე, ამის გარეშე, ნუ კვლავ ვიტყვი, შანსები მინიმუმ მცირდება. არ ვთვლი, ეს ვახსენე ზემოთ თამარო, ჩვენ დრო ფუჭად დავკარგეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილების გამოცხადება არ იქნებოდა, სწორად სხვადასხვაობა არის, იყო და იქნება, ვართ მართლაც პარტია, სადაც სხვადასხვა კარიერებით ვამბობ, გავლენის ცენტრებია, სხვადასხვა ჯგუფებია, სხვადასხვა ხედვებია, სხვადასხვა პოზიციებია და ეს ამაყვა ნამდვილად. და პირიქით მე ხელს შევუწყობ როგორც თავმჯდომარე, რომ ამ პროცესებს ჰქონდეს გასაგანი და არა რაღაცა ვერტიკალს დაექვემდებაროს მთლიანი პარტია, რომლის გარშემოც 100,000-ობით ადამიანი არის გაერთიანებული როგორც მხარდაჭერი. ეს დრო, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, ძალიან მალე დადგება, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 10 დღეში ჩვენ უნდა უკვე გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება. მე ძალიან აქტიურად ვარ მართლაც ჩართული ამ კონსულტაციებში და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სწორადაც როგორც ახლა ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, კამერების მიღმა უნდა იყოს, რატო იცით, ახლა არ შეიძლება ყველა შეხვედრა სხვადასხვა ჯგუფებთან იყოს მედიის თანდასწრებით. ახლა შეუძლებელი არის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ვიღებდეთ და იქვე პოზიციები შეჯერებული საბოლოოდ არ იყოს მედიასთან ვაკეთებდეთ განცხადებას. მაგრამ უახლოეს მომავალში, რაც ვალე უკეთესი, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადეთ და ჯერა რომ ეს იქნება ჯერეთიც კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მეორე მაქსიმალურად შეჯერებული პოზიციების ნაყოფი, რომელიც აისახება კონკრეტულ საბოლოო გადაწყვეტილებაში. ანუ პირადად თქვენი პოზიცია, ბატონიკა, მაინტერესებს ჩემი შთაბეჭდილება სწორია თუ არა. ჩემი პოზიცია, მე თვითონ ჩამოყალიბებული მაგ პირადად, მაგრამ იცით რა არა, არ მინდა რომ გაქცეთ, სწორად გამიგეთ, არ გამინაწყენდებით, ალბათ არ არის სწორი, იმიტომ მიმდინარეობს, ხო, ეხლა კიდევ ყველაფერზე ინტენსიური ძალიან საუბრები, დისკუსიები და არ მინდა რომ უბრალოდ არ გამოვიჩინო პატივისცემა ადამიანებისადმი, სადაც ჯერ საბოლოოდ არ გვაქვს ერთმანეთთან პოზიციები შესაძლოა შეჯერებული, მაგრამ პირობას ეხლა საზოგადოებას რა თქმა უნდა არ მინდა გაიგოთ რომ ვაძლევთ დღეს თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხვალდაზე, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღის ეს გადაწყვეტილება იქნება გამოცხადებული, იმიტომ რომ გეთახმებით დროში არ უნდა გაიწელოს გაუთავებლად ეს პროცესი, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები არის გადასაწყვეტი, რაც კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ პარალელურად იმ კონსულტაციების, რომელშიც მე ახლა ჩართული ვარ და უამრავი ჩემი მეგობარი კოლეგა, მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხებზე ასევე კონსულტაციები, ყველა და ყველაფერი ჯერ კიდევ ვერ მოვიცავით, მაგრამ მიმდინარეობს რამდენიმე ფრონტზე აქტიური თანამშრომლობა. ეს იქნება პარტნიორებს შორის, ანუ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან,
წარმომადგენლებთან ყველა ჯერჯერობით სამწუხაროდ აქამდე მე ვერ მოვიცავი, ვერ შევხვდი, ასევე საერთაშორისო ჩვენს პარტნიორ მეგობრებთან და შიგნით, როგორც უკვე გითხარით, პარტიის შიგნით და ბლოკის შიგნით. ძალიან მალე მე ვფიქრობ მოსახლეობა. კი ბატონო, მაშინ ბატონიკა შეგვიძლიათ რო გითხრათ, მიხელ სააკაშვილის პოზიცია როგორია? ანუ ის შესვლას ემხრობა თუ არ შესვლას შეგვიძლიათ რომ ამასთან დაკავშირებით არ მინდა უბრალოდ საუბარი, ეხა არ იქნება პირდაპირ გეუბნებით ეხა ჩემს მართებული, მაგრამ ეხა უამრავი არ არის ეხა ერთი საკითხი და ორი საკითხი, ხო სხვადასხვა განშტოება აქვს ხო იმ საკითხებს, რომელიც დილემების წინაშე დადგა თლიანად ოპოზიცია და აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, მაგრამ გუნდურად მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს არ არის უბრალოდ საკითხი, რომელიც შეიძლება 5-6 ან თუნდაც ერთპიროვნულმა მე როგორც თავმჯდომარე უნდა მივიღო, რაც აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა და პასუხისგებლობას ეკისრება თავმჯდომარეს, მით უმეტეს რომელიც არის არჩეული, რომ ხშირად აიღოს თავის თავზე ის თვირთი, რომელიც მას ასაღები აქვს და წინ გაუძღვეს ამ პროცესს, მაგრამ როდესაც მე ხვდები, რომ სამუშაო არის ჯერ გასაწევი, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩვენი მეგობრები დავარწმუნო და ჩვენ დავარწმუნოთ ერთმანეთი გადაწყვეტილების ისტორიაში, ეხლა 2 კვირა და 20 დღე არაფერს არ წყვეტ და ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება მე მიღებული მქონდა, რომ დაახლოებით ეს ვადა დამჭირდებოდა და პრინციპში შეიძლება ამ გეგვითაც ითქვას, რომ მივდივართ და ძალიან მალე საფინალო, ასე ვთქვათ, აკორდს ავიღებთ, რაც რა თქმა უნდა მალევე აისახება. მე დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ ქართულ კი ბატონო და ბატონიკა ასევე აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების დღის წესრიგზე, კი ბატონო, არ უნდა იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილება ქართული ოცნების დღის წესრიგზე, მაგრამ ის რა განცხადებებიც კეთდება ახლა მართლ პარტიაში, ალბათ გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად არ უნდა ქართულ ოცნებას და რამდენად ეშინია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შესვლის პარლამენტში. მაგალითად, ალბათ თქვენ მოისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც ამბობს, რომ შიგნიდან მაქვსო ინფორმაციაო, რომ კი უნდათო შემოსვლა პარლამენტში, მაგრამ ცხვენიათო თუ რაღაცა გადაწყვეტილებას ვერ იღებენო და ასევე პაპუაშვილის განცხადება იყო, რომ ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში და ისე დაიშლებიან, როგორც ევროპულ საქართველოს დაემართაო. რა შეგიძლიათ უპასუხოთ აი ამ განცხადებებს ქართული ოცნებიდან? დიახ, მე არ მომისმენია, მაგრამ სოციალურ მედიით გავიცანი რამდენიმე განცხადებას. გასაგებია, რა თქმა უნდა, ახალი არაფერი არ ხდება. თავიანთი პროპაგანდით, რომელსაც ისინი ეწევიან და ამით საზრდოობენ, მეტი არაფერი ხო თავი და ბოლომდე უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში და ხელისუფლებაში არიან. მათი ერთადერთი საქმე არის პროპაგანდა და არაფერი მეტი. არანაირი რეალური საქმე, არანაირი მომავლის განჭვედა, გეგმა, ხედვა, არაფერი მსგავსი არ ხდება. ხო, ეხლა მაყურებელი, რომელიც ეხლა ჩვენ გვისმენს, ალბათ აკმირდება, ხო, ხელისუფალი ხვალინდელ დღეზე საერთოდ აღარ საუბრობს და როდესაც საუბრობენ ისინი ოპოზიციაზე, ამ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში კეთდება ესეთი არ ვიცი, ცეცხლაკიდებული განცხადებები თითქოს ხო, ერთის მხრივ მათ არ აინტერესებს ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეხლა იკვეთება მათი არანორმალური შფოთები. ინტერესი და ცოტა შიშის გრძნობაც. რა თქმა უნდა, მე ხვდები, რომ ეხლა ქართულ ოცნებას მაქსიმალურად უნდა რომ ნაციონალური მოძრაობა არ ეკვეთებოდეს, მაგრამ ახლა დებატებში ისინი არ მოდიან, ანუ სადღაც ახლა უნდა ეკვეთებოდეს თავარი ოპოზიციური ძალა, გაერთიანება ოპოზიციური ხელისუფლებას, ხა? თუ ამას ხელისუფლება ქვია, ოლიგარქის წარმომადგენლებს ვეძახი მე, მაგრამ ნუ ეს თავარი არა, მთელ მსოფლიო მიწის, ეს ასე არის. ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ და ხედვებზე და გეგმებზე, რაც ძალიან მალე იქნება დღის წესრიგი ჩვენი პარტიის და ჩვენი ბლოკის. იკვეთება მათი შფოთი, რომ არ უნდათ ეხლა რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა იყოს იქ, თუნდაც ერთიან სივრცეში, თუნდაც სადაც მოხდება ჩვენი ცოცხალი კონტაქტი. იმიტომ რომ ინტელექტით, კვალიფიკაციით, მოტივაციით, პროფესიონალიზმით დიახაც არ მოვერიდები, გრძნობთ ჩვენ საკუთარი ძალების ასე ვთქვათ, უპირატესობას მათზე და ისინიც გრძნობენ, რომ ჩვენი შესაძლებლობები პრევალიდებს მათზე, პრევალიდებს მათსას
და ის რომ ეხლა მათ არ უნდათ რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიკვირს და უფრო ის გამიკვირდებოდა რომ სხვაგვარი განცხადებები გაეკეთებიათ, მაგრამ პანიკის ნიშნები შეინიშნება ეხლა ხო მათ განცხადებებში. ამიტომ ნუ ნერვიულობენ, დაგველოდონ გადაწყვეტილებას ჩვენ გამოვაცხადეთ ძალიან მალე და მათაც დაედებათ პატივი და ჩადიოდნენ საქმის კურსში და რაც არ უნდა მოინდომონ, რაც არ უნდა გააკეთონ. მთელი ავლადიდება რომ გამოიტანოს ბიზინა ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან და სასახლეებიდან. ჩვენ მოვახერხებთ ჯერა, მართლაც ჯერა მთელი ოპოზიცია ერთად მათ შორის, რა თქმა უნდა, ნაციონალ-მოძრაობა ბლოკი ძალაერთობაშია, რომ ეს კოშმარი, შეიძლება ითქვას ღამის კოშმარი, დასრულდეს და ქვეყანაში დაბრუნდეს პერსპექტივა, იმედი, შანსი განვითარებისა, კონკრეტული ხედვა იქნება წარმოდგენილი ჩვენ რას ვაკეთებთ. ეს არ იქნება განცხადება, რომელიც კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში სიცხადეს შეიტანს. შეუძლებელი ეს იქნება კონკრეტული გეგმა, სტრატეგია. ანუ ქართული ოცნება ვერ აიღებს 43%, ბატონიკა, თქვენ რა განწყობა გაქვთ და რა ოპოზიცია თუ დაიჯე, ოპოზიცია თუ იქნება მოწოდების, რაც უნდა ასე ხვალხალს ჟღერდეს მოწოდების სიმაღლეზე, თუ ჩვენ გადავდებთ გვერდით პარტიულ ინტერესებს, ანუ პარტიულ გაგებას, ოდნავ ძალიანაც არ უნდა გადაიდოს, ხო? ოდნავ. მე ეჭვი არ მეპარება ქართული ხალხის გამარჯვებაში, აი ამ მართლაც მომაბეზრებლად არაფრის მომტან ხელისუფლებაზე. ბევრი რამე კი არა, ყველაფერი არის დამოკიდებული ოპოზიციაზე საზოგადოებასთან ერთად. ყველაფერი არის, ჩვენ ხელში არის. ნამდვილად არ უხარიათ კარსმომდგარი არჩევნების ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი დგანან შუშის ფეხებით ქვიშაზე, ისინი არიან რეალურად იდეის გარეშე, განიარაღებული არიან, იდეა არ აქვს, იდეოლოგია არ აქვს, ხედვა არ აქვს, 24 საათი საუბრობენ იმაზე, რაზეც არ უნდა ისაუბროს. ხელისუფლება, ამიტომ ამას თუ ჩვენ შევძლებთ და მე მჯერა რომ შევძლებთ, მე როგორც ერთ-ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ყველაფერს გავაკეთებ სხვა პარტიის თავმჯდომარეებთან, სხვა კოლეგებთან ერთად, აქ თანასწორ უფლებებზე არის დაფუძნებული ხო ჩვენი ურთიერთობა და ვიღაცა დიდი პარტიის თავმჯდომარეა, ვიღაცა შედარებით პატარა პარტიის თავმჯდომარეა და ვიღაცა მეტი უნდა დაფუძნოს და არა. გამარჯვების კამპანია უნდა დაიბადოს და გამარჯვების კამპანიას თუ კი ჩვენ ავაბუყბუყებთ, თუ კი გამარჯვების კამპანიას ჩვენ ქვეყანაში გავშლით, მეწმუნეთ. აი დღეს ვიდრე ეხლა ჩვენ მაყურებელი შესაძლებელია გვისმენს და არ არის მაინდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი და ასეთიც ალბათ არის, ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ახლა არის ის ეტაპი, სადაც ქართული ოცნება უნდა გადავიდეს ოპოზიციაში. მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება, მაქვს გონიერების იმედი ოპოზიციის და მათ შორის ნაციონალ-მოძრაობის, მათ შორის სხვა პარტიების და აქედან გამომდინარე ჩემი ოპტიმიზმი არის ძალიან მაღალ ხარისხში და ყველაფერს ვიღონებთ. კი ბატონო, ამ თემაზე ვისაუბრებთ ბატონიკა, ეს გამარჯვების კამპანია იქნება თუ არა ნიკა მელიას მეთაურობით, ასე ვთქვა და იქნებით თუ არა თქვენ მერობის კანდიდატი, მაგრამ მანამდე მინდა დაუბრუნდე ისევ პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხს და არც თქვენს პოზიციას გვეუბნებით ღიად, არც მიხეილ სააკაშვილის პოზიციას მართალია, მაგრამ ვიცით რომ 10 დღეში უკვე პარტიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ამავე დროს ვიცით რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლის გარდა არის კიდევ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი. ამ მიმართულებით თუ არის მაინც ცნობილი გადაწყვეტილება და ასევე როგორც ვიცი ჰიბრიდული შესვლის საკითხიც განიხილებოდა რომ მაგალითად კონკრეტულ თემატურ საკითხებზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმის კენჭისყრასთან დაკავშირებით ხომ შევიდოდა ნაციონალური მოძრაობა, ეს რაღაც კომპრომისული ვარიანტი ხომ არ არის. არა, გიპასუხეთ კონკრეტული მე ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ვითანამშრომლო ეს დღეები მედიასთან და რატო იცით მე როდესაც ვარ რაღაც ციხეში ვიყავი, მაყურებელი ვიყავი, ხო, ყველაფერს უყურებდი, ყველა გადაცემას მათ შორის თქვენ და ყოველთვის როდესაც მაყურებლის ამპლუაში ვარ, მინდა რომ რესპონდენტმა ამოწურავი პასუხი გასცეს ამა თუ იმ საკითხზე. და ამიტომ ახლა მე ვერიდები, იმიტომ რომ განა არ მინდა რომ გითხრათ, არ არის ეს სწორი. გადაწყვეტილებას ცალკე აღებული ვერც მე, ვერც მიხეილ სააკაშვილი, ვერც 2, 3, 4, 5 ადამიანი ვერ მივიდა და არ მივიღებთ, ეს არ არის ის პარტია.
არ არის და არასოდეს არ იქნება გამორიცხული, ეს არის სხვანაირი პარტია. სხვანაირად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ხალხის ჩართულობით, ეს ჩართულობა არსებობს აქ. გუნდურად მივიღებთ. თუმცა რაც თქვენ კონკრეტულად დამისვით, მე კითხვა, რომელიც უკავშირდება დოკუმენტის ხელმოწერას თუ არ მოწერას, რა თქმა უნდა, ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის მოლაპარაკებების საგანი. ამ ყველაფერზეც პასუხი გაეცემა, როდესაც გამოვაცხადეთ გადაწყვეტილებას, ანუ როგორ, რანაირად, რა ანუ ერთობლივად იქნება მიღებული გადაწყვეტილება ორივე მიმართულებით. რა ფორმით თუ არ შედის, რას აკეთებს, რას აპირებს, რა არის გეგმა, რა არის სტრატეგია. ხმა არ მესმის თქვენი და დიახ. ამიტომ აბმეგოთმეგესე მე არ მისწრებთ. აი ახლა დაურეკავენ ნიკა მელიას რომ აღდგეს კონტაქტი, მაგრამ ეს პაუზა რომელიც ავიღეთ ჩვენ არის ძალიან აუცილებელი. ამიტომაც თქვენი პატივისცემის კი ბატონო და ბატონიკა აი ეს რომ დავაკონკრეტოთ თქვენ ამბობთ რომ თქვენი მხარდამჭერების და ამორჩევლის ჩართულობით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რა ფორმით უნდა იყოს პასუხი ავთო არ მაქვს არ მინდა რომ დღეს გავცე მე არ მისმის დაიკავს კი ბატონო ნიკა მელიასთან აღდგება კომუნიკაცია სულ რამდენიმე წუთში მე მესმის რომ ახლა ნიკა მელია საკუთარ პოზიციაზე საჯარო ჯერჯერობით ვერ საუბრობს ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის პარტიაში მიღებული და ვიცით რომ პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი ნაწილი პარლამენტში შესვლის მომხრეა ნაწილი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია და ნიკა მელია როგორც ამ პარტიის ლიდერი რა თქმა უნდა ვალდებულია რომ ორივე პოზიცია მოისმინოს ორივე პოზიცია გაითვალისწინოს და შემდეგ შეჯერებული და კომპრომისული გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს მან და სწორედ ამიტომ ის თავს არიდებს სავარაუდოდ საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია ის მომხრეა თუ მოწინააღმდეგეა პარლამენტში შესვლის. ასევე ნიკა მელიამ თქვენ როგორც მოისმინეთ ახსენა რომ მაქსიმალური ჩართულობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების და ამომრჩევლების და არა მხოლოდ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით უნდა იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და მე ახლა მაინტერესებს სწორედ აი რა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ამომრჩეველმა აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს თუ არის რამდენადაც ვიცი ჩართულები არიან დიახ მესმის ჩართულია ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი მხარდაჭერები ხარდაჭერები, ანუ პარტიის წევრები, პარტიის შესაბამისი რგოლები, ხვალიდან მე ფიქრობ, რომ სამი დღე მეყოფა, რომ ყველა რეგიონი შემოვიარო, ხვალიდან მე ანუ გავდივარ ველზე და ფიქრობ, რომ ეს ეტაპიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ გადამელახა და ამის შემდეგ მე ვფიქრობ, ეს შეხვედრებზე ბატონიკა არა მხოლოდ თბილისში რეგიონებში დიახაც და ნუ თბილისშიც ბუნებრივია სხვადასხვა რაიონებში დრო დასაკარგი არ არის არც პირდაპირ გაგებით გეუბნებით ერთი საათიც არ არის დრო დასაკარგი ერთი საათის იმიტომ ჩვენ ვართ იმ ეტაპზე სადაც მაქსიმალური ძალისხმევა დროის სწორი მენეჯმენტი სწორი ხედვა სწორი სტრატეგია სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ამის შემდეგ მე მექნება სხვადასხვა პარტნიორებთან ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში ქვეყნის გარეთ გასვლითი შეხვედრები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში, ეს ყველაფერი ალბათ უკვე მოხდება გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მაგრამ ვეუბნებით ცალკე აღებულ ერთი მიმართულებით ჩვენ ძალისხმევას არ მიმართავთ, იმიტომ რომ მართლაც გჯერა, რომ აღარ არის ფუფუნება პარტიაში, ოპოზიციაში ვიყოთ არაზე აქტიურები და ჰიპერაქტიურები. აი უნდა ვიყოთ ძალიან პროაქტიურები ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ბოდიშ გიხდით რომ ვიცოდი წინასწარ რომ ყველა კითხვაზე განგებ პასუხს ახლა არ გცემთ. კი
კი, მესმის ბატონიკა, მეც ხო ხედავთ აღარ გაწამებთ ამ მიმართულებით, რომ შეხვალ თუ არ შეხვალ ამ საკითხზე ამოვწუროთ. მოდით, მომდევნო საკითხზე გადავიდეთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება ამნისტიის თემას. თქვენი საქმე კვლავ გრძელდება სასამართლოში, ყველამ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოლიტიკური ტყვეობა, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ დასრულდა და ახლა გარეთ ხართ, მაგრამ საქმის განხილვა გრძელდება და ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა ამნისტიის იმდაგვარი პროექტი, სადაც კონკრეტულად თქვენზე საუბარი იყო, რომ თქვენ უნდა დათანხმდეთ ამ ამნისტიას, ხო? იცით ეს და ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცით. როგორ მოიქცევით თქვენ და როგორ მოიქცევა ნაციონალური მოძრაობა? ასევე გულწრფელად გეტყვით, აი უკანასკნელ დღეების განმავლობაში არც კი დავინტერესებულო რა ამ მიმართულებით ქართული ოცნება რას აპირებს ან შეცვალა არ შეცვალა, ვიცი რას აპირებს და ნაკლებად მაინტერესებს ჩემთან მიმართებაში ის რა ჩანაწერს გააკეთებს ამ სრულად მიუღებელ ამნისტიის კანონპროექტში. ახლა ისინი ჩატოვებენ ჩანაწერს, სადაც ახლა ჩემი თანხმობა უნდა მიიღონ, ან როგორც მინიმუმ მე არ ვუარყო, რასაც ესენი საუბრობდნენ, ხო? რამდენიმე დღის წინ ამაზე საუბრობდნენ. იმის შემდეგ სიმართლე გითხრათ, თვალყური განგებ არც ვადევნე, იმიტომ რომ ნუ გასაგებია რა რაც უნდათ იმას ჩაწერენ. თუ კი ჩაწერენ რომ ნიკამელიამ, ანუ მე უნდა მივიღო მათი მოწყალება, მე უკვე გავაკეთე განცხადება ციხიდან გამოსვლისთანავე გავიმეორებ თქვენს გადაცემაში სიამოვნებით, რომ ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი, რომ მოხდეს, რომ ჩემი თანხმობა ან უარყოფა არ მიიღონ. თუ ისინი ჩანაწერს დებენ და ამბობენ, რომ ნიკამელიამ ანუ არ უნდა უარყოს ამნისტიის კანონის გავრცელება მასზე, წინა შემთხვევაში არ გავრცელდება მასზე და ვიცი რომ იწყალებენ არ ვიცი კრიმინალებს ასე შემდეგ, ხო? მე ჩემი პასუხი უკვე გაცემული მაქვს და შეუძლიათ უკვე მათ გქონდეთ 7 ძილი, რომ მე არავითარ შემთხვევაში თუ ეს ჩემზე არის დამოკიდებული და მეუბნებიან შენზე არის დამოკიდებული, ამ ყველაფერში არ მონაწილეობ. და რაც უნდათ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ და აუცილებლად საბოლოო ჯამში სიმართლეც დადგინდება, ჭეშმარიტებაც დადგინდება და სამართალიც გაიმარჯვებს. ამიტომ ეხა რაც არ უნდა მანიპულირებდნენ ამ კანონპროექტით, ეხა თუ ესენი ფიქრობენ რომ კვლავ რაღაცა ფიქრებს ამიშლიან ციხეში მოხვედრა ვერ მოხვედრაზე, არც კი ფიქრობ, აი გულახდილად გეუბნებით, არც კი ფიქრობ მეტიც რამდენად სერიოზულია ამას ახლა მე რომ ვამბობ, რომ ჩემი ბედით არ დავინტერესდი ამ კანონთან მიმართებაში, რომ არ ვიცი და არც მაინტერესება. ერთი რამ ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ ხო შეძლებს დაგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მათ ხელში ახლა უბრალესობა იქ სადაც ეს ყველაფერი უნდა გააფორმონ, რომ ეს არ იქნას ხო შესწული, მაგრამ ნუ არ არის ადვილი ამოცანა რა ტყუილსაც კადრულობენ, რა ამნისტიასაც ავრცელებენ დამნაშავეებზე, ეს ყველა უკვე ვიცით. მაქსიმალურად გაუწევთ წინააღმდეგობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული ოცნება მაინც დამარცხებული გამოვა, იმიტომ რომ მე არ ამგონია, რაც არ უნდა დოკუმენტი მიიღონ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბრალი მიუწვეს ძიმე დანაშაულში, დარჩეს პასუხისგების მიღმა. ჩანს რომ ისინი იწყალებენ თავიანთ თავს. დაარქვეს ამ ამნისტიის კანონს თითქოს ჩემთვის მოგონილი კანონპროექტი, თითქოს ის უნდა გავრცელდეს ჩემზე, რომ მათ ჰქონდეთ 7 ძილი და ეს турბულენტური ზონები მათ აღარ ჰქონდეთ, იმიტომ რომ ხა ჩემი ციხეში ყოფნა და ან მომავალი ყოფნა მათ ცუდისმეც არაფერს არ მოვტანს, მაგრამ სინამდვილეში რა აკეთებენ შემდეგს, იწყალებენ თავიანთ მაღალჩინოსნებს, უბრალოდ ავრცელებენ ამნისტიას, ან პოტენციურად დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც უკანონო ბრძანება გასცა 20 ივნისს და მათ შორის თქვენს გესროლათ ის ტყუები, რომელიც გესროლა ხელისუფლებამ. ეს ყველაფერი უკვე დანახულია, ეს ყველაფერი უკვე თელმა ქვეყანამ იცის, თუ რასთან გვაქვს საქმე. და ნუ დანარჩენი ბურთია მოედანი მალზეა გააკეთებენ სისულელეს კიდევ უფრო დაზიანდებიან, მაგრამ ჩემი პასუხი არის ძალიან შეუვალი, რომ ჩემზე ნუიდარდებენ, აინტერესებდათ ჩემი პასუხი, რას ვფიქრობ მე ჩემთან მიმართებაში ამ კანონის გავრცელებაზე, იციან, გავიმეორებ კიდე, რომ არ ვიღებ მე მათ წინადადებას. დანარჩენი ეხლა მურუსიძე და კობახიძე და ბიზინეევანიშვილი 3 და 4 კიდე ვინ არის რომ დასწრებიან, მაგიდას მიუსწრებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სანამ ისინი არიან მართვის ბერკეტებთან ამ ქვეყნის, რომელიც მიტაცებულია, ხო?
ხა მე მათ გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლებიან. ჩათვლიან საჭიროდ რომ გამოწვევა კიდევ მეტი უნდა იყოს მომართული ჩემს მიმართ, ამ გამოწვევას მივიღებ. მაგრამ ზუსტად ვიცით რომ იმ დანაშაულების პირველში არიან შესულები, ჭკვიანობს ესენი ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებენ და ზოგადად რა თქმა უნდა ენით აღუწერელ არანორმალურ მოცემულობასთან გვაქვს, როდესაც ეს ადამიანები იწყალებენ დამნაშავეებს, რომლებიც არ უნდა იქნեն ამნისტირებულები. ხა არტისაოკუპაციო აქციაზე სადაც ჩაიდინეს, ესაც ჩაიდინეს და ხა ამნისტიის კანონპროექტით მათ გადაარჩენენ, ხო? პასუხისმგებლობისგან ხა ხალხი ამ ყველაფერს დაინახავს და შესაბამის პასუხს გასცემს. მათ შორის ჯერა, როგორც არასოდეს ოქტომბრის თვეში. მე ვიცი, მე ვხედავ, აქ ჩვენი კოლეგები თქვენს ეთერში საუბრობდნენ თამარ, მე რაც მოვყარი ყური ამა თუ იმ ცვლილებების შეტანაზე სხვა კანონპროექტში. სულ რო იდეალური კანონპროექტი, კანონად აქციონ ახლა პარლამენტში. სულ რო იდეალური, ხო? 2020 წელს მაგალითად აი გდანში დიდი ბრიტანეთის სტანდარტის კანონმდებლობა მათ შორის საარჩევნო ყოფილიყო. ეს არ არის მთავარი. შორეულ პერსპექტივაში მთავარია, ეთახმა მოკლე ვადიან პერსპექტივაში მთავარი არაა და რატო იცით? გაყალბება, ძალადობა ძირითადად უბნებზე კი ახდება, უბნის გარეთ ხდება და ატმოსფერო უნდა იყოს, გარემო უნდა იყოს, გამარჯვების და ხალხმა უნდა იწამოს, რომ გარისკოს საკუთარი სოციალური მათ შორის გარანტიებით, საკუთარი უსაფრთხოებით და დადგეს ოპოზიციასთან ერთად. თუ კანონმდებლობა იქნება ისეთი, როგორი შეიძლება მართლა მოგვეწონოს ყველას, მაგრამ იქნება ველური, სადაც იარაღით დარბიან, სადაც პოლიციელი და კრიმინალი წყულში მოქმედებენ და ეს ხდება, ხო? ეს კანონპროექტი რა შეცვლის? და როდის არ ექნებათ ამ ადამიანებს, ამ კრიმინალებს და მოძალადეებს გამბედაობა, როდესაც დარწმუნდება საზოგადოება, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია არის ალტერნატივა ამ ხელისუფლების, რომელიც არამხოლოდ აკრიტიკებს ოლიგარქს, არამედ თავაზობს გამოსავალს რეალურს ამ უმძიმესი ვითარები და მეორე, რომ ისინი იქნებიან თავდადებულები, ისინი ყველაფერს გაიგებენ იმისათვის, რომ ბრძოლაში შევიდნენ და გავიდნენ ბოლომდე. ამას დავანახებთ, იქნება კანონი მისაღები მიხორჩესხოლე მხოლოდ კარგი იქნება, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე რაღაცა გაშალაშინდეს, თუნდაც ევროპული სტანდარტების ესა თუ ის ცვლიება შევიდეს კანონებში, ეს არ არის პანაცეა, ხახო. აი პრაქტიკულ მაგალითია დავასრულებ იარაღი თუ დარბოდნენ დანში და უბრალოდ ვარბებდნენ საარჩევნო განწყობის შექმნაზე. კი ბატონო, ამაზე ვეკითხებოდი ზუსტად ბატონიკა ჩემს სტუმრებს და ზუსტად ეს ფაქტი ვახსენე, როდესაც თუმცა რა მინდა, ასევე მინდა, თამარ მინდა, აი რა მინდა, რა მინდა თუ შეიძლება თქვა. არა, რა მინდა თქვა, თუ შეიძლება, რა მინდა თქვა, აი რა მე მჯერა რომ მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად ჩვენ გამარჯვების ატმოსფეროს შევქმნით. იგივე გდანში ის რაც თქვით დარბოდნენ, მაგრამ ჩვენ გჯეროდა გდანში გამარჯვების და 10 იარაღს არ შეუშინდა არავინ, 10 მოძალადეს, რომელიც წყულში იყო პოლიციათა და მიუხედავად ყველაფრისა, ორი დღითადე რომ ბიზინა ივანიშვილი მოიყვანეს იკუბანზე და მერე კანონერი ქურდებიდან არ ვიცი ყაჩაღობით გაგრძელებული რომ დათარეშობდნენ, ამ ყველაფერმა მათ უპირატესობა ვერ მისცა. რამდენი არ მოიპარეს, რა არ გააკეთეს, მაგრამ მაინც წააგეს ისაც შეიძლება. იყო სხვადასხვა ოლქებში ასევე ბრძოლა, მაგრამ ისაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის არის ვიტყვი ოპტიმიზმის საფუძველი. მე ვხედავ დიდ სივრცეს გაუმჯობესებისთვის. ბევრ ოლქში გამარჯვების რწმენა არის. აი ეს მინდა გითხოთ ბატონიკა, გამარჯვების ატმოსფერო, რომელიც აუცილებლად უნდა შექმნას ოპოზიციამ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა მიიღოს 43%. კი ბატონო, აი ეს როგორ უნდა მოხდეს? აქვე გკითხავთ, იქნება თუ არა ნიკა მელია მერობის კანდიდატი და რა შემთხვევაში იქნებით და მაინტერესებს დაწყებული გაქვთ თუ არა უკვე კონსულტაციები მაგალითად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ ერთობლივად თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ აუცილებელია რომ ერთობლივად შეიქმნას გამარჯვების ატმოსფერო.
მე ერთობას ძალთა გაერთიანებას საუბრობ და მაღალი ხარისხის კოორდინაციაზე, იმიტომ რომ ეს არის უებარი გამოსავალი, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ახლა ოპოზიცია არ უნდა დაიქსაქსოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ცოტა ოქრობ-მოქრობ გზებით ვიარეთ, მე ვფიქრობ, საერთო შეხების წერტილები კვლავ ნაპოვნი იქნება და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა თუ კი შესაძლებელია რა არ იკატეს, რა ფული არ დახარჯეს, ივანიშვილი მოიყვანეს, კანონიერი ქურდები ჩართეს, ყაჩაღები გამოუშვეს, ვიხილეთ, ხო რაც ვერ ვიხილეთ ყველგან კი არ მუშაობდა, ყველგან კი არ მუშაობდა ის კამერები და დამკვირვებლები საერთოდ არ იყო გზაში, მაგრამ 39%-ზე მეტი ქართულმა ოცნება გზაში ვერ აიღო. გაასყდნენ. არაფერი ჭერი არ ყვა 38%-ზე, 38% აიღო ქართულმა ოცნება გზაში. მერწმუნეთ თუ კი სადმე ფული დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა და კალაზე დახარჯა გზაში. რაც შეეხება ვერაფერს ვერ გახდენ. ასევე აი ეს რწმენის ბაცილა, გამარჯვების ბაცილა, ყველა სოფელში, რაიონში და ქალაქში როცა შევა ჩვენს პირ და მოსახლეობა დაინახავს, რომ ეს ადამიანები უბრალოდ უსამართლობის წინაშე თავს არ დახრიან, ანუ ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ეს ხალხი ძვირფასი დაგვიჯერებს, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. თუ იქნება ეხლა ურთიერთდაპირისპირება კამპანიაში და არ იქნება კოორდინაცია, რა თქმა უნდა გაჭირდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ის იქნება, როგორც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. რაც შეეხება ჩემს კანდიდატობას, ეკითხავთ, ძალიან გამიკვირდა თავიდანვე, რომ საუბარი წამოიწყო მედიაში, გაჩნდა მოსაზრება, რომ მე უნდა ყოფილიყავი თბილისის მერობის კანდიდატი. ამ წუთის მდგომარეობით მე რო ვკითხოთ, მე ყველაზე მეტად თუ კი რამეს ვფიქრობ, რომ ეროვნულ კამპანიაში აქტიურად ჩავერთო და მქონდა შესაძლებლობა ვიყო არა მარტო თბილისში გამაგრებული, ანუ ვიყო ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთშიც, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და შემდეგ, რომ ამ რეჟიმს მოძალადეებით, ასე ვთქვათ, გაჯერებულს არ მიცეთ შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ საწადელს. მე ამ წუთად შემთავაზობ ხედავ ბრძოლაში, რომელიც არ იქნება შემოფარგული თბილისით. ეს არ აკნინებს, რა თქმა უნდა, თბილისის მერობის კანდიდატობას, თბილისის მერობას არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ერთ შემთხვევაში მე შეიძლება, ერთ შემთხვევაში მხოლოდ უბრალოდ ჩემი კოლეგების, მეგობრების, პარტიების თავმჯდომარეების, ანუ გუწფრ სურვილს ანგარიში გაუწიო. თუ ისინი თუ ყველა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ ნიკა შენ ასე მოიქცე და ასე მოვიქცეთ, რა თქმა უნდა, მე არ გავექცევი პასუხისმგებლობას და ბრძოლას. ამ წუთას ეს პოზიცია მაქვს, მაგრამ აქ მერობის კანდიდატზე რატომ არის მაინდა-მაინც აქცენტი გაკეთებული, ესეც ვფიქრობ, მაინდა-მაინც სწორი არა და რატომ, იცით, გუნდი კოალიციური უნდა იყოს, ვიცა უნდა იყოს მერობის კანდიდატი. მერობის კანდიდატზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, მე რომ ვკითხოთ, უფრო მნიშვნელოვანი ბერი მიზეზის გამო. არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვინ იქნება? თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ნომინირებული ვინ იქნება? რახან თბილისზე საუბრობთ. ვინ იქნება ვიცე-მერი, ვინ იქნება ამოქმედი რაიონის გამგებელი და ეს ყველაფერი მაღალი კოორდინაციის გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ რაციონალური და პრაგმატული ხალხი ვართ ოპოზიციაში და დავსწრებით, შევჯერდებით, მე არც ერთ და ვერც ერთი ბევრი გადაცემა გექნება, ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მე გადაცემაში ვერ იქნება, რომელიც პატივისცემით დარწმუნებული ამაში იტყვის, რომ აი ნიკა მელიას ჰქონდა ჩემთან კონსულტაცია და იგი ასე ვთქვათ გამოთქვამს სურვილს, რომ იყოს მერობის კანდიდატი. ესეთი რაღაცა არ არსებობს, ხალხო. გამორიცხული ამბავია. მე რა არ მინდა რომ მოხდეს. თბილისი ვინაიდან არის ქალაქი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 1/13 ცხოვრობს, თუ ჩვენ თბილისში ერთობა ვერ მანახეთ, თუ ძალთა გაერთიანება და კამპანია, რომელსაც მე გამარჯვების კამპანიას ვეძახი, ხო, ეს ყველაფერი ვერ იქნება მოქმედებაში მოყვანილი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი მოქალაქეები, თანამოქალაქეები ქალაქ ზუგდიდში ვერ იწამებენ იმისათვის, რომ ეს არის გამარჯვების კამპანია და ეს ყველაფერი უარყოფითად ასევე აისახება ზუგდიდში. დავსწრებით, გადავწყვიტავთ, რა არის ის გზა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს და მე არ მეგულებ არარაციონალური ადამიანი ახლა ოპოზიციაში, ეს ყველაფერი ნებები, ურთიერთ ასე თქვა დაპირისპირება გადავდოთ საკითხების გარშემო გვერდით და პირველი ვიქნები, ვინც მაქსიმალურ
მოქნილობას გამოიჩეს და ვიჩენ კიდევაც იმისათვის რომ ეს ერთობა ძალთა გაერთიანება შედგეს. კი ბატონო და ეს ყველა ვნახეთ არაერთხელ რომ ნამდვილად თქვენ გაქვთ ამის უნარი და ბოლო კითხვას იცით რა უნდა დასრულდეს თამარ გამოვიყენებ რა შესაძლებლობა თუ შეიძლება ერთი რამ შეიძლება კი ბატონო ბრძანეთ და ბოლო კითხვას დაგისვამთ დიახ ჩვენ უნდა ჩვენ პარტიასაც ეხება ჩემ მეგობრებსაც ეხება მეც მეხება რა თქმა უნდა ხომ ჩვენ დროზე უნდა დავასრულოთ ურთიერთ კრიტიკა ნუ რეალურმა ოპოზიციამ მარტო ოპოზიცია ერთ შემთხვევაში ყველა ვისაც აქვს პრეტენზია ის არის ოპოზიცია უნდა დაასრულოს ერთმანეთის კრიტიკა რატომ იმიტომ ეს ყველაფერი არ ადგება ეროვნულ საქმეს და წისქვილზე ასხამს ყავს ვიზე ვიცით ხომ ოლიგარქის ეხლა ნიშნის მოგებით საუბარი ყველამ უნდა შევწყვიტოთ შეუძლია ვისი დამსახურება იყო ის ვისი დამსახურება იყო ეს რომ არ ყოფილიყო ის შეთანხმება ვერ გამოცხებოდა არ იქნებოდა არანაირი შედეგი მიღწევა არ არის ის რაც ხელს უწყობს გამარჯვებას ჭერი ჩამოვარდე და თავზე დამეცეს მირჩევნია თამარ ეხლა მე დავიწყო თქვენ ეთერში საუბარი ხო იმაზე თუ მე რა მოგზალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ პროცესში რომ ეს ყველაფერი მოხდარიყო 23 თებერვლიდან მანდა ხო აი ეს ყველაფერი არის ცუდად გამოიყურება ხახო ცუდად თუ კი ეს რამე ოპოზიცია შეეშალა ყველა შეეშალა და თუ კი რამეს ოპოზიცია მიაღწია ყველამ მიაღწია და მე იმდენად დიდი პატევისცემით ვარ უკვე განსხვავებული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ ადამიანურად და პოლიტიკურად და პირდაპირ გეუბნებით გარკვეულ კარგი გაგებით ვამბობ ანუ მაქვს შემაკავებელი ფაქტორი იმიტომ რომ იმ ოთახი რაც არ უნდა თვლიდე რომ გასაკრიტიკებელია რომელიმე ადამიანი ხო კორექტულად რა თქმა უნდა ამას არათუ ვერიდები არ მინდა და მე უხერხულება იმიტომ რომ იმ ოთახიდან საიდანაც მე ხარ გერთვებით აქ მხარდახარ ვიდექით მთელი ოპოზიცია და მე ამას ვერასოდეს ვერ დავივიწყებ და ისაც შეცდომას დავაშვებიეთ ჩვენ ქართულ ოცნებას 23 თებერვალს ეს ყველაფერი მე კი არ გავაკეთებ მხოლოდ მე ვიყავი კი ბატონო ფიგურანტი ერთ-ერთი მაგრამ რა ყოფილიყო ჩვენი მეგობრების გვერდში დგომა ხო სოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობა როგორც ერთი მუშტი არ შეიკრებოდა და არ გამოგვესაჩლებოდა მაგრამ ჩვენ წვლილზე შეტანილ ამ მართავ ბრძოლაში საუბარი რომელიც განსაკუთრებით კონფრონტაციულ ნოტებს შეიცავს ხო უნდა შევწყვიტოთ მაშინ ეხა ნუ რა ვაიძულოთ ყველა გამოვიდეთ და ვისაუბროთ ვის მეტი და ვის ნაკლებია არა შეგვეშალა ყველა შეგვეშალა მათ შორის მე მივახციეთ წარმატებას ყველას მივახციეთ კი ბატონო კიდევ ეს ეხება მათ შორის ნაცნობაზრობა ჩემს მეგობრებს და ორ-სამზე შევწყვეტ ბოლო გამაერთიანებელი რომ მე კითხვას ნამდვილად აღარ დაგისვამთ და მოდით აი ამ ნოტაზე დავასრულოთ დღეს ჩვენი საუბარი და რა თქმა უნდა გელოდებით ახალი გადაწყვეტილებებით და ახალი ამბებით უკვე მომდევნო ეთერებში ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის